Ad mოვიდე ერთ შენი ჭირი მასე მოდი დაჯექი, აგერ დაჯექი. გულები და ეს ყვავილები და ეს არ შემიძლია რა ეს ვალენტინობა რა. რატო არ შეგიძლია? ახალგაზრდა მაინტერესებს ეხა ამაზე უნდა მეჯიჯიგნე მე და შენ რა გაჯიჯიგნებს ძალიან აი აბა ამიხსენე. ანუ მეკითხები რა მაჯიჯიგნებს? გაინტერესებს რა პრობლემა მაქვს? ხო რა გაწუხებს რა არის? რამ შეგაწუხა? კარგი რა ოთარიკო რა ნუ წუწუნებ გავიგე რაღაცა არ მოგწონს არ ქსიამონებს გაიხედე გამოიხედე ნახე რა ლამაზი დეკორაცია შეირგე გაიღიმე ნახე როგორი იყავი ყვავილი აბა შეხედე წითელი ყვასყვასა ყვავილები ლამაზი გულები სულ გულებში ვართ მიმოფანტული კარგი რა შენ ჭირე რანაირი დღე არის რა აი აბა ვერასდროს ვერ ვიმახსოვრებ სულ მოვიწყდება კაცო ეს მე ამ დღის ბრალი კი არ არის შენ რო ასაკმა გიწია ეხა დაბერდი მოტყდი და იმის ბრალია ეს გიწია არა უშავს ჩვენც მოგვეწევა და აფერი არ მოგვეწევა ჩვენ ჩვენ წინ გვაქვს ცხოვრება ბევრი გულები რანაირი დღეა აი რანაირი რიცხვია რანაირი 14 რანაირი 1 და 4 დაამრგვალე რა შეკაცო რა რატო რო დავიმახსოვრო რა 14 რა არის 17 იყოს კიდე და 11 იყოს 17 უყვარს ჩემი დაბადების დღის ციფრია და იმიტომ ხო დაამრგვალე რა 14 თებერვალი რა იცი რა ქენი შენი სიყვარულის დღეები დაამრგვალე მაგალითად 10 15 20 და აღნიშნე 14-ში მე ერთი რა ოთარიკო მე იცი რა მაინტერესებს მოდი რა მოგვიყევი დაჯექი გეხვეწები რა მეთკინა კისერი თიკას მიულოცე დამავიწყდა ეგ არის წელსაც დაგავიწყდა ხო ეხა გადამიარეთ ხო გადამჯეგეთ და დამკორტნეთ და გამპუტეთ მოდი ჩვენ და გადაგიგეთ თავზე ერთი წუთი წადი რა მიდი რა ისცა მეყოფა გაბუტული დავტოვე სახში ეხა კიდე თქვენი ნერვი არ ამბობს ვიცი ძალიან კარგად ვიცი მე მითხრა თიკა რაო მეწყინა ხო შარშან როგორღაც მე თვითონ გავახსენეოდა იმას როწყინს ხოლმე ამას ურეკავს ხო მაგას მე მოგიყვები ხო და წელსაც დაგავიწყდა ადამიანო ადამიანო ვერ ვიმახსოვრებ ამ 14-ს ხო გეუბნები ოთარიკო არ უშვებ და იმიტომ ვერ იმახსოვრებ შენ მეხსიერების პრობლემა არ გაქვს არა კი არა რასაც ეს იმახსოვრებს იმხელა გადაცემებს და ტექსტებს და რამე დაავიწყდება და არ მოწონდა შენ ჩემო ძმაო ხო გემოცვალე ერთი ადამიანის ცხოვრებით რომ გეცხოვრა ეს არ დაგემართებოდა მაგრამ უყურე შენ ხარ პროფესორიც ანუ პროფესორის ცხოვრებით ცხოვრობ ექიმის ცხოვრებით ცხოვრობ თუ რამეს ვიტყვები მითხარი რადიო წამყვანი ხარ ტელევიზიაში წამყვანი ხარ მსახიობი ხარ წამყვანი მრავალგზის ბაბუა არის ბაბუა ანუ აი მაგით იურა დაგეწყო შენი ასაკი ცხოველით მრავლდება 5-ზე როგორ შენი ასაკი ცხოველების აი მაგალითად ძაღლის ასაკი ხო მრავლდება 4-ზე 5-ზე ხო მე 7-ზე ვიცოდი 7-ზე 7-ზე მით უმეტეს შენი ასაკიც რო გამრავლო 7-ზე ესე იგი შენ უკვე 347 წლის ოთარი 7-ზე რატო უნდა გამრავლო მე როტვეილერი ვარ არა ამდენი როტვეილერი არა პუდელი ამდენი ალერგიული პუდელი მოდი აბა გააკეთე ამდენი ადამიანის ცხოვრებით რომ ცხოვრობ ამან გამოიწვია შენი ასაკის ზრდა იცი ხა შენ რამ გამოიწვია ვერ ვიმახსოვრებ ჰა ვერ ვიმახსოვრებ ვერა კარგი ახლა გაჩერი რაც არ გინდა არ იმახსოვრებ კარგი რა ერთი გადაკითხვით იცი ხოლმე იმხელა ტექსტი და იმხელა მონოლოგები ჩვენ გვახსოვს რა ხა ჩვენ გვახსოვს კი პატარა კარგი გოგოები ვართ აქ შენ იცი რა ჩვენთან სხვა სიტუაციაა ოჯახში თუ ახლა ვალენტინობის ამბავს გულისხმობ არც მე და არც მიშკა აი ესე თარიღებს არ ველოდებით ხოლმე რაც არ უნდა ტრაფარეთულად სულ წითელი გულებით დავდივარ სულ ტრანსპარენტები მაგრამ ჩვენ მაგრამ ვალენტინობა რო აქვს მეც არ გამიკვირდა კაცო ეს გული გადმოიტანა მანქანიდან სახლიდან მოიტანა ამ ხელა სულ არ არის ამის მანქანა რა ლერად გადმოიტანა იკეცება ის იკეცება წელადია ნახე გასაბერი აი ქალის ტვინი როგორ არის მოწყობილი ნახე შენ გეცოდინება უკეთ ნახე 9-ში 10-ში 11-ში 12-ში 13-ში რომ მქონდეს სულ ვალენტინობა ხო 14 გამოვტოვოთ 15 16 17 18-ში მქონდეს ვალენტინობა ის 14 მაინც დაამახსოვრდა ამას უნდა 7-ში ჯინაზე უყურე შენ 17-ში გინდა შენ ვალენტინობა მე მივხვდი
17 მე მიყვარს ძალიან. იმიტომ 17-ში დავიბადე. და მიყვარს 17 აი რა ხდება? მე 30-ში. მაინც ჩვენთან რა ხდება? თქვენთან ოჯახში ვალენტინობას რა ხდება? ჩვენ- ანუ დასაკეცი გოგა, იცი რა, შენ წესით უნდა გაიხსენო სულ პირველი ვალენტინობა. წესით რა? აი, უფრო საინტერესო იქნება. მიდი. იმიტომ რომ ახალგაზრდა ხო ხარ შენ თეატრალურ ჩემზე. ინსტიტუტთან როგორ იქცეოდი, გაიხსენე როგორ იქცეოდი ვალენტინობა თეატრალურ და დანარჩენ დღეებში. მოყვე ახლა. რატო იქცეოდი თეატრალურ ინსტიტუტში? ყოველ 14 ისე იგი თებერვალს თეატრალურში თუ იყო ჩემი ლექცია და მაიკო ციციყო ცენტრალური შესასვლელით კი არ შევდიოდი, აივნიდან ავდიოდი ხოლმე. ან სახურავიდან. და სახურავიდან ჩავდიოდი. ჩაეშვებოდი. პირდაპირ 28-ვე აუდიტორია. ეხლა ახლაც თეატრალურში აღარ სწავლობ. სახშიც ხო გაქვთ აივანი შეგაცა? ანუ შევდიოდი. ახლაც ასე გააგრძელა. ახლაც აივნიდან და შევდიოდი. შინებს ერთი ეგ დამანახა. შენ რომ მიბობღავ აივანზე. 1-2 წელი იბობღე და მე აღარ გინდა ახლა, ნუ. ხო, თუ არ გინდა რომ ჩემთან აღმოჩნდე ტომოგრაფიაზე. ოთარის სასაკის რო იქნები მე. ჩემთან ტომოგრაფიაზე თუ არ გინდა აღმოჩნდე. კი ბატონო. დაანებე მაგ ბობღვას თავი. მოდი ახლა ოთარმა დავანებებ. გაიხსენოს პირველი ვალენტინობა. გაიხსენე. მოდი გაიხსენეთ რა პირველი ვალენტინობა. მამა რა უნდა გაიხსენოს ეხარ ვარი ვალენტინობა ის არ ახსოვს და ესე იგი ნუ ახალგაზრდობაში პირველი ვალენტინობა მახსოვს შეხვედრაზე ვიყავი მეფის ნაცვალთან. მე რა კარგია. ხო და რო გამოვედი. მეფის ნაცვალთან ვალენტინობა სატო იყო. ნუ დაემთხვა ასე, ჩაწერილი ვიყავი შეხვედრაზე და წინასწარი შეთანხმება იყო და ვერ გადადებდი. 14. რო გამოვედი იქიდან დავინახე თიკა. აუ და ბევრი გულები თვალებში. ჩიხტიკოპით. აუ რა ჩიხტიკოპით. კარგია. ფარჩაკაბით. ასე მე ჩავჯექით ფაეტონში და კოდე ჯვარს იწერსო. შენ აგეცა კოდე ჯვარს იწერსო, ჰა? შენ აგეცა ფრაკი. ფრაკი რა იცმეოდა ახლა? ფრაკი ჯვრის წერაზე ჩოხა. სუფთა ევროპელი. აი მე ტაში აბა რა. დავუკრა. აბა როგორ მეფის ნაცვალთან აბა ის ხوار მივიდოდი. მართალი. ბარსელონას მაისურით. შენ მიგიღებდა. შენ რა ხდება 14-ში? სათითაოდ რომ ჩამოგვირიგე ახლა. შენ რატო არ მოყევი პირველი 14 თებერვალი? 14 გვაქვს. 14 და იცვლება მარტო თვეები. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. მარტო 14 თებერვალი, 14 მარტი, 14 აპრილი ასე მიდის ამათ კალენდარში. ჩემი დაბადების დღეც 14 ხო, და უნდა თვითონ ეს გახსოვდეს. რიცხვი უყვარს ბიჭს. აბა რა რიცხვია შეყვარებული. რიცხვი და ქალი ერთად. ერთად ხსა. მაგრამ მოდი ხო ვთქვათ რა ადამიანები არიან, ვინც ელოდება ამ თარიღს, რაღაც სიურპრიზებს უწყობენ საყვარელ ადამიანებს. შენ ელოდები კაცო, როგორ არ ელოდები? იცი რა, ყველა ველოდებით, იმიტომ რომ მაინც რაღაც სიურპრიზთან ასოცირდება და საჩუქართან და მოდი ვაღიაროთ. ქალებს მოგწონს სათაურები. სათაურებიც. კი, რა თქმა უნდა. შინაარსი უფრო, რა თქმა უნდა. მაგრამ სათაურებიც სათაურებს მაყოლე ამასაც. მოაყოლეო ამასო, მე? მოაყოლეო. მე რა ვიცი რა მოგიყვეთ ახლა. აი ის მოყევი. აი ის მოყევი, აი ის. ანუ იმას ვერ მოყვები, მაგრამ პირველი ესეთი განსხვავებული 14 თებერვალი კარგი იყო. კარგი იქნება. კი მახსოვს რაღაც წერილი, ყვავილები, რაღაც მე პეტერე რაღაც ესეთი სიურპრიზი. ეს პირველი 14. სუსუ პირველი, როცა მივიღე რაღაც ისეთი ხო, საჩუქარი რომ განსხვავებული მივიღე. არა, არა, და მე მახსოვს, მაგნიტებაზე მაგ პირველ თეატრალურ უნივერსიტეტში, მაგრამ ეხლა ვერ დავკონკრეტდები რა.